განმოგზობ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენ წინა გადაცემაში შევეხეთ უკვე წერილობით გამოვლინებას ქართლის ისტორიაში ბიბლიური ჭეშმარიტებისას და კონკრეტულად შევეხეთ ნებროთის წიგნის საკითხს. აღნიშნავდით, რომ ამ წიგნის კვლევა პრობლემურია, რადგანაც იგი ჩვენამდე შემორჩენილი არ გახლავთ, თუმცა ის კი უეჭველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ შემთხვევაში ვახტანგ გორგასლის დროისთვის ეს წიგნი ჯერ კიდევ არსებობდა და კვლავაც იმავე პატივით იყო შემოსილი, როგორც მირიან მეფის დროს, მირიან მეფის და ქართლის გაქრისტიანებამდეც. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს წიგნი არ შემოსულა ქართლში გაქრისტიანების თანადროულად ან და გაქრისტიანების შემდეგ. მანამდელი დოკუმენტია, მანამდელი სიწმინდეა ქართლის მეფეთა დინასტიურ ტრადიციაში სათუთად შემონახული. ამგვარ უადრესობას ნებროთის წიგნისას ქართლის გაქრისტიანებასთან შედარებით უეჭველად ადასტურებს ის, რაც ჩვენ წინა საუბარშიც აღვნიშნეთ, რომ მირიანმა ნებროთის წიგნისგან დამტკიცების შემდგომ უფრო ღრმად და წრფელად ირწმუნა წმინდა ნინოს ქადაგება. იქ პირდაპირ წერია და ნებროთისა წიგნიცა დაამტკიცებდა იმას, რასაც წმინდა ნინო ქადაგებდა. ასე რომ ნებროთის წიგნი მანამდე ჰქონდა ხელთ და არაუბრალოდ ხელთ ჰქონდა მირიანს უდიდესი ავტორიტეტი იყო მისთვის ეს წიგნი, ისევე როგორც შემდგომში ვახტანგ გორგასალისთვის და თუ მირიანის ჟამს ამ წიგნის დაფარულობა ჩვენთვის ადვილი ასახსნელია, იმიტომ რომ ქვეყანა კვლავ აღნიშნავთ წარმართულია, გაქრისტიანებული არ არის და მეფეთა შორის ღვთისწყალობით ბოძებულია წიგნი, რომელიც მიგვაახლოებს ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან, რა თქმა უნდა ეს წიგნი მხოლოდ იმ წერეშია ჯერ კიდევ დაცული, მაგრამ როცა გაქრისტიანება მოხდა და ეს წიგნი კვლავაც ასე ფიგურირებს ქართლის ისტორიაში და პირდაპირაა თქმული ვახტანგ გორგასლისგან, რომ მამათა ჩვენთა დაფარულად ეპყრა წიგნი ესე, თუ აქ წმინდა ვახტანგ გორგასალი მირიანის უწინარეს ეპოქას არ გულისხმობს და გულისხმობს ეპოქას უშუალოდ მის მეფობამდე, რაც იყო, ანუ ქრისტიანობის შემდგომდროინდელ პერიოდსაც, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წიგნის ღირსებანი ქრისტიანული სარწმუნოების ფონზე არათუ გახუნებულა, არამედ კიდევ უფრო წარმოჩენილა, რადგანაც სწორედ ამ წიგნს შეუშველებია ხელი ქრისტიანული სარწმუნოების მცხეთაში დამკვიდრებისათვის. ანუ წინამორბედ ლამპრად მიუძღოდა ეს წიგნი ქრისტიანობას საქართველოში. წინასწარ მოსწავება იყო იგი ქრისტიანული ჭეშმარიტებისა. როდესაც აი ამ ხარეს და ამგვარ ღირსებას აღნიშნული წიგნისას ჩვენ აღნიშნავთ, ხაზს უსვამთ, რა თქმა უნდა უკვე გვიჭირს, რომ ეს წიგნი მხოლოდ უბრალო აპოკრიფად მივიჩნიოთ. უბრალო აპოკრიფად, რომელიც თავისი ღირსებით, როგორც აღნიშნეთ, არასოდეს არ უთანაბრდება ღვთისმსულიერ წიგნებს. მიუხედავად იმისა, რომ შეწყნარებული, ანუ მიღებული აპოკრიფი ეკლესიის მიერ გამოიყენება, მაგრამ გამოიყენება თავის ადგილას და არასოდეს კვლავ აღნიშნავთ, არ უთანაბრდება ღვთისმსულიერ წიგნებს. ასე დროს ნებროთის წიგნის აღმატებულება უბრალოდ კითხვის სახით შეგვიძლია ჩვენ ეს მხარე წარმოადგინოთ შეკითხვის სახით, ხომ არ გვიბიძგებს იქეთკენ, რომ ამ წიგნში დავინახოთ რაღაც უფრო მეტი ვიდრე აპოკრიფია. დავინახოთ წმინდა წერილის რაღაც გარკვეული ნაწილი და არა ის ნაწილი წმინდა წერილისა, რასაც არაკანონიკური, ან და ზოგი მამის ტერმინოლოგიით აპოკრიფული ნაწილი ეწოდება. ესე იგი აპოკრიფზე უფრო ზევით ავამაღლოთ ამ წიგნის ღირსება. მის შესახებ დაცული ცნობები ჩვენ არაურაზრუნად ამისკენ გვიბიძგებს განსაკუთრებული პატივით შემოსილობა ამ წიგნისა. მაგრამ აქ მეორე კითხვა დაისმის, თუ დაუშვებთ, რომ ნებროთის წიგნში წმინდა წერილის რაღაც ნაწილი, არა აპოკრიფული, არამედ ის ღვთისმსულიერი ნაწილი იგულისხმება რაღაც, მაშინ როგორ ახსნათ ის ფაქტი, რომ ამგვარი წიგნი უცნობია წმინდა წერილის კანონში, ამ შემთხვევაში იგულისხმება წმინდა წერილში ძველი აღთქმა, რა თქმა უნდა, კვლავ აღნიშნავთ, რომ ეს წიგნი მირიანს ხელთ ეპყრა გაქრისტიანებამდე, ამ წიგნიდან მოტანილი ციტატა აშკარად ძველი აღთქმის შინაარსითაა დატვირთული, ესე იგი, ეს წიგნი არ შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც ზოროასტრული, მაზდიანური, მანიქეველური თუ სხვადასხვა აუცილებლად ძველ აღთქმასთან დაკავშირებული ძეგლი იყო ეს თხზულება და ამას სათაურიც გარკვეულწილად მიუთითებდა ნებროთის ამბავი მოგეხსენებათ ბიბლიაში გადმოცემულია და თუ სვამთ ჩვენ საკითხს ასე რომ იქნება ეს წიგნი უფრო მეტი იყო ვიდრე ძველი აღთქმის აპოკრიფი და უფრო მეტობა სხვა არაფერი არ შეიძლება იყოს თუ არა საკუთრივ ღვთისმსულიერი ძველი აღთქმის ნაწილად ყოფნა, რომ რაღაც ნაწილს ძველი აღთქმისა შეიძლება ეს წიგნი შეიცავდა უშუალოდ კანონიკურ ნაწილს,
ან და ზოგადად რომ თქვა თუ არ გავართულებ მსჯელობას ძველი აღთქმის ღვთივსულიერ ნაწილს, აი ასეთ დროს თუ ამგვარ შეკითხვას ჩვენ დავსვამ და ასეთ ვარაუდ შემოვიდანთ, როგორ ახსნათ ის რომ ამგვარი წიგნი წმინდა წერილის და კონკრეტულად ძველი აღთქმის კანონის ისტორიაში უცნობია. ჩვენ შეგვიძლია ახსნათ ამგვარი არგუმენტით. ეკლესიის მამათა სწავლება ხშირად შეიცავს უწყებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიბლიის ამ შემთხვევაში კონკრეტულად ძველი აღთქმის ყველა ნაწილი ჩვენამდე მოღწეული არ არის. წმინდა ნაწილს გულისხმობ. რა თქმა უნდა, რაც მოღწეულია ცხონებისთვის შემცველი ყოვლადი სწავლების დამტევია და ეს სწავლება მაცხოვნებელია, მაგრამ ტექსტობრივად, მოცულობითად ძველი აღთქმის ყველა ძეგლი და ყველა ძეგლის ყველა ნაწილი ჩვენამდე შემონახული არ არის. განსაკუთრებით მკაფიოდ მსჯელობს ამ საკითხზე წმინდა იოანე ოქროპირი, როდესაც იგი განმარტავს მათ ეს სახარებას და კონკრეტულად მახარებლისგან უფლის შესახებ ნაუწყებს, რომ ამისთვის წინასწარმეტყველთა მიერ ნაზარეվել ეწოდა მას. წინასწარმეტყველთა მიერ თქმულარს ნაზორეվել ეწოდოს და ნაზარეվել ეწოდოს მას. ძველ ქართულ თარგმანში არის ნაზარეվել ფორმა. ბერძნულში არის ნაძორაიოს, ნაძორეվել. მაგრამ ამას არ აქვს ამჯერად მნიშვნელობა. მთავარი ისა, რომ ეს სიტყვები, რაც მახარებლის თქმით წინასწარმეტყველთაგან ითქვა, ძველი აღთქმის არც ერთ წინასწარმეტყველებაში, არც ერთ წიგნში, არც ერთ მუხლში არ არის. სწორედ ეს ფაქტი სხვადასხვა მკვლევარის მიერ სხვადასხვაგვარად იხსნება. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს კონკრეტულად ლოპუხინისგან დართული განმარტება აღნიშნულ მუხლზე, სადაც ის სხვადასხვა თვალსაზრისს წარმოაჩინებს, თუმცა სამწუხაროდ იქ მას მითითებული არ აქვს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მუხლის იოანე ოქროპირისეული განმარტება. იოანე ოქროპირი მომხრეა და არაუბრალოდ მომხრეა, უყოყმანოდ იღებს იმ თვალსაზრისს, რომ აქ მართლაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებაა მინიშნებული, რომ ძველ აღთქმაში იყო წერილობითი წინასწარმეტყველება იმაზე, რომ მაცხოვარს ნაზორეველი ეწოდება, მაგრამ ამბობს იოანე ოქროპირი, ჩვენ დღეისათვის ამ წინასწარმეტყველებას ძველი აღთქმის ვერც ერთ წიგნში ვერ პოულობთ, იმიტომ რომ ყველაფერი ძველი აღთქმიდან ჩვენამდე შემონახული არ არის. არათუ ყველაფერი, მრავალნი, ამბობს იოანე ოქროპირნი, წიგნი და ნაწილნი წიგნთანი ჟამთაგან ახხოცილ არიან. თუ ჩვენ ამ სიტყვებს იოანე ოქროპირისას და ამგვარ განმარტებას იმის შესახებ, რომ წმინდა წერილს ტექსტობრივად აქ კვლავ ხაზს გაუსვა, მოძღვრებითად კი არ აკლია რაიმე წმინდა წერილს და ზოგადად უფლის მიერ გამოცხადებით ნაუწყებ სწავლებას, რაც ყოვლად სრულია თავის თავში. არამედ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ტექსტობრივად რაღაც მონაკვეთი, რაღაც ნაწილი ღვთივსულიერ უწყებას ძველი აღთქმისას შეიძლება აკლდეს. და არათუ შეიძლება აკლდეს, ამას მკაფიოდ და სრულიად არაორაზროვნად და მტკიცებითად გვაუწყებს ჩვენ იოანე ოქროპირი. ასეთ დროს ხომ არ შეგვეძლო ჩვენ გვეფიქრა, ასე კვლავ ვარაუდის სახით აღნიშნავთ, რომ ნებროთის წიგნიც იმ დაკარგული ძველი აღთქმის რაღაც ნაწილს წარმოადგენდა, რაც ჩვენ სხვა ენებზეც არ შემოგჩენია, ხოლო ქართულად შემორჩენილი იყო მე-5 საუკუნის მიწურულამდე, თუ უფრო გვიანდელ ეპოქამდე არა. იქნებ ყურადღება მიგვექცია კვლავ იმ ფაქტზეც, რაც ჩვენ ვახსენეთ, რომ ბაგრატიონთა დინასტია დავით მეფის თავმოვალნი არიან. ხომ არ შეიძლებოდა, რომ ამ ცნობაში ჩვენ დაგვენახა უფრო მეტი იმის მხრივ, რომ ქართლის მეფენი რაღაცნაირად გნებავთ გენეტიკურად, გნებავთ სამოღვაწეო მიმართულებით შეხებაში იყვნენ ძველი აღთქმის კონკრეტულად ისრაელის ისტორიასთან და ამ კავშირის შედეგი იყოს ქართლში ნებროთის წიგნის დაცულობა. ჩვენ სამწუხაროდ მინიმალურიც კი არ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ქართლში იერუსალიმიდან დევნილი ებრაელები, რომლებიც პირველად ნაბუქოდონოსორისგან იერუსალიმის წარტყვენის ჟამს მოვიდნენ 586 წლის ახლოხანებში, შემდგომ პერიოდულად ხდებოდა მათი მცხეთაში მოსვლა. რა თქმა უნდა, მათ მოჰქონდათ თავიანთი სიწმინდეები, კონკრეტულად წერილობითი სიწმინდეები ძველი აღთქმისა და უეჭველად ამ სიწმინდეთა შორის უნდა ყოფილიყო ნებროთის წიგნი, რომელიც რა თქმა უნდა ასევე თარგმნილი სახით, თორემ ქართლის მეფეები ებრაულს ვერ წაიკითხავდნენ და ციტატაც მოტანილი ამ ძეგლისგან რა თქმა უნდა ქართულად გახლავთ. აი ეს ძეგლი თარგმნილი ქართულ ენაზე აღმატებული მნიშვნელობის გამო, ხოლო ეს აღმატებული მნიშვნელობა როგორც ჩანს იმაში მდგომარეობდა, რომ ქართლის ისტორიის სამომავლო ვითარებას ეხმიანებოდა და წინ
აუწყებდა ქართველ მეფეებს მათი სამეფო ქვეყნის ცხონებულობას, სამომავლო ცხონებულობას, აი ეს წიგნი ამგვარი განსაკუთრებული სულიერების გამო სამეფო წიგნად იქცა და მათ შორის, მეფეთა შორის, ტრადიციულად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, სანამ დადგებოდა ჟამი ამ წიგნში ნაუწყები წინასწარმეტყველების აღსრულებისა, ქართლის ცხოვრებისა, ქართლის ცხონებისა. ასე რომ ქართლის ცხოვრებაში შედის ნებროთის წიგნი, შედის ეს წიგნი ქართლის ცხოვრების იმ ნაწილში, რაც ცხოვრებამდელი, ანუ ცხონებამდელი ეპოქაა ქართლის ისტორიისა, მოუძღვის ეს წიგნი ქართლის ერს კონკრეტულად ცხოვრებისკენ, ანუ ცხონებისკენ, მაცხოვნებელი მოძღვრების ცხეთაში დამკვიდრებისკენ და დამკვიდრდება რა ეს მოძღვრება სწამებს და ადასტურებს ამ მოძღვრების ჭეშმარიტებას ქადაგებულს წმინდა ნინოსგან. რა თქმა უნდა, იქ სხვა რეალიებიც იქნებოდა უეჭველად. შესაძლოა ამ წიგნშივე იყო დაცული ცნობები ცხეთის წიაღში კვართის დაფლულობასთან დაკავშირებით, ცხეთელი ებრაელების მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს იერუსალიმში წასვლის თაობაზე, მათგან ამ უდიდესი სიწმინდის წამოღების ამბავი, ცხეთაში დაბრუნება მათი, აბიათარის მიერ თხრობილი ისტორია იუდეველთა, ებრაელთა განსაკუთრებული სულიერების შესახებ პირველ-მეორე საუკუნეებში და განსაკუთრებული სულიერება სრულიად თვალსაჩინოა, ერთი მხრივ როგორც აღვნიშნეთ ელიოზის დედისა, რომელიც ფაქტობრივად მოწამეა, წმინდა სიდონიასი კვართთან თანადაფლულისა, თვითონ ელიოზისა და სხვებისა და აბიათარისაც მათ შორის. ასე რომ ქართლის მოქცევა და ქართლის ცხოვრება, ვინც ამ ძეგლებს გულდასმით წაიკითხავს, განსაკუთრებულ ღირსებას აკუთვნებს ქართლის ებრაელებს. ეს სრულიად უეჭველია. თვით ქართლის მოქცევის უდიდესი ნაწილის და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის ავტორებიც თვითონ ამ ძეგლის მიხედვით გაქრისტიანებული ებრაელები არიან. ისინი დგანან ქართლის ქრისტიანობის სათავეებთან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამიტომ ჩვენ შეიძლება გვეფიქრა, რომ იერუსალიმიდან ქართლში ლტოლვილმა ებრაელებმა მნიშვნელოვანი რამ, უაღრესად მნიშვნელოვანი რამ ქართლისთვის, მათთვისაც, მაგრამ ქართლისთვის მნიშვნელოვანი რამ მოიტანეს და მეფეებს და მეფეთა სახით მთელ ერს ქართლისას მიმართულება მისცეს წინ გამზერისკენ, სამომავლო ცხონებისკენ, რომ მათ ევლოდ შეუმცდარად და ამ ცხონებას ზიარებოდნენ. ასეთ საუბარში, ზეპირ საუბარში, რა თქმა უნდა, ციტატების განხილვა რთულია, ამიტომ ჩვენ იმ კონკრეტულ ციტატას, რაც ნებროთის წიგნისგან შემოგჩენია, ამ შემთხვევაში არ დავიმოწმებთ, აღსაქმელადაც ალბათ რთული იქნება, მაგრამ კვლავ აღნიშნავთ, რომ თუნდაც ეს ციტატა და ქართლის ცხოვრებაში დაცული წყაროები ეჭვმიტანლად ადასტურებენ ამ წიგნის რეალურობას. ჩვენ ამას ხაზს უსვამთ, იმიტომ რომ იყო მცდელობა ამ წიგნის რაღაც ილუზია და წარმოჩენისა, თითქოს ეს წიგნი არ არსებობდა, ამ წიგნის არსებობა შეთხზა ლეონტი მროველმა და სხვა, მაგრამ თვით ეს მკვლევარებიც კი, ვინც ამას ამბობდნენ, ბოლომდე ამგვარი აზრის მტკიცებას ვერ ახერხებდნენ. ერთგან ამას ამბობდნენ, სხვაგან კი მათგანვეა თქმული, რომ ნებროთის წიგნი ცხეთაში არსებობდა, რომ ნებროთის წიგნში იყო ეს ამბები უწყებული და რეალობად მიიჩნევენ ასეთი წიგნის არსებობას. საერთოდ შემთხზველობა ჩვენ შეგვიძლია ყველაფერს განვუკუთვნოთ, ბევრი თვით სახარებასაც კი მოგეხსენება და საღვთო წერილებსაც კი მხოლოდ ყალბისმხნელობა თვლის და სხვათ არაფრად, მაგრამ ამგვარი ყალბისმხნელობანი მათ დაუტოვოთ, როგორც უფალი იტყვის, მკვდრებს ვაცადოთ დაფლონ თავისი მკვდრები, ჩვენ კი იმ წმინდა ისტორიის ცნობებს დავეყნოთ, რომლებიც აბსოლუტურად ზედმიწევნით, ყოველგვარი რაღაც ხელოვნურობისა და შეთხზულობის გარეშე სავსებით არაურაზროვნად გვაუწყებენ იმას, რომ წმინდა მოვლენები, წმინდა რელიქვიები და წმინდა წიგნი, ამ შემთხვევაში წმინდა წიგნში ნებროთის წიგნს გულისხმობთ, ქართლის ერს ამზადებდნენ იმ დიდი ხვაწლისთვის, რაც ქრისტიანული სინათლის საკუთარ წიაღში დავანებულობას გულისხმობს და ამ სინათლის უბიწოდ შეურყნელად და დაუკარგავად დაცვას საუკუნეთა მანძილზე. აი ამ კუთხით შეგვიძლია ჩვენ კონკრეტულად ქართლის, ქართველი ერის გზა ეკლესიისკენ, ტაძრისკენ და კონკრეტულად საეკლესიო მწერლობისკენ წარმოვაჩინოთ, იმ მწერლობისკენ, რომლის უერთგულესი, რომლის განუყოფელი ნაწილი მეხუთე საუკუნიდან მთელი თავისი მოცულობით ხდება ქართველი ერი. ამჯერად ამით დავაბოლოებთ, გმადლობთ ყურადღებისათვის.